ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში მცხოვრები ბერიძეების ოჯახი აჭარის მთავრობასა და ქედის მუნიციპალიტეტს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის გამაგრებას თხოვენ. მათი განმარტებით ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაშია და ამის დამადასტურებელი არაერთი გეოლოგიური დასკვნა არსებობს. როგორც სამოქალაქო მონიტორინგის თავმჯდომარემ განაცხადა, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებს ქედის მუნიციპალიტეტმა ვარი ბიუჯეტში თანხების სიმცირის გამოუთხრა. ქედის მუნიციპალიტეტმა განუმარტა, რომ ბიუჯეტში არ იყო შესაბამისი თანხები. მიმართეს აჭარის მთავრობას, აჭარის მთავრობამ გადაამისამართა კვლავ მუნიციპალიტეტში. თუ კი 2013 წელს არ მოიძებნა შესაბამისი თანხები, არც 2014 წელს მიმდინარე წელი არის დასახელებული, რომ ქედის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი და მე მივმართა მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით დუმბაძეს, რომ იმ ოჯახს, ბერიძის ოჯახს, რომელსაც აქვს შესაბამისი ზარალი, ის ზარალი აუნაზღაურდეს. აღნიშნული ოჯახი 6 სულიანია, მათ შორისაა მცირეწლოვანი ბავშვიც. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, ძლიერი წვიმისა და დიდ თოვლობისას უსაფრთხოების მიზნით სახლს ტოვებენ, რადგან იყო შემთხვევა, როცა უამინდობისას სახლს ხე დაეცა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ტერიტორიას არ გაამაგრებენ, საფრთხე მახლობლად მდებარე კიდევ 4 ოჯახს ემუქრება. ჩვენ იქ საშიშ ზონაში არ ვიყოთ შემდეგ და არ ვიცხოვროთ ისე, რომ გვეშინოდეს. ეს თუ არ შესრულდება, მე ვამბობ და ვაცხადებ, რომ პირადად პასუხისმგებლობას ბატონ დავით დუმბაძეს ვაგისრებ. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 200,000 ლარია გათვალისწინებული, რომელიც გეოლოგიურად განსაკუთრებით აქტიურ ზონების შესწავლას მოხმარდება. დავით დუმბაძის თქმით, მომავალი წლიდან აღნიშნული პროგრამის 1 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი. 66 ოჯახი ასე შესწავლილი პროექტების ყველაზე შედგენილია სამაგრის სამუშაოების გაკეთება, მოხდება მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ მიშვებული წყლების ერთ სისტემაში მოქცევა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა და ის რაც გეოლოგების დასკვნაში წერია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიასამიძეების ტერიტორიაზე უნდა დაერგას თესვმაგარი და მრავალწლიანი ხელმძღვანელოები, ეს უკვე ვთხოვთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ თვითონვე უზრუნველყონ ამ საკითხის მოგვარება. დავით დუმბაძის თქმით, ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილ ტერიტორიებზე სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება.